მოგესალმებით. დღეს უკვე მეტნაკლებად ცნობილ პერსონაჟზე გესაუბრებით, რომელმაც წარმატებით გაიარა პორტირება და დღეს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა. ვანო ზარდიაშვილი, ადამიანი, რომლის დაწერილი კანონებით ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიცხოვროთ. დღეს მე გაგაცნობთ ამ ადამიანის შესახებ დღემდე ბევრი თქვენგანისთვის უცნობ დეტალს. თუმცა იქამდე მოკლედ მიმოვიხილოთ ზარდიაშვილის სამუშაო ბიოგრაფია. ვარდების რევოლუციის შემდეგ ჯერ ვანო მერაბიშვილის თანაშემწედ მუშაობდა, შემდეგ ზურაბადეიშვილის, შემდეგ გიგი უგულავას ხელქვეითი იყო და ქალაქ თბილისის მერიაში თანამდებობა ეკავა. ბოლოს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის უფროსად, ანუ მთავარ მენეჯერად დაინიშნა, სადაც გულმოდგინედ აკონტროლებდა ზურაბადეიშვილის ნების აღსრულებას სასამართლო დარბაზებში. ადეიშვილის პროტეჟე მკაცრად აკონტროლებდა არა მხოლოდ მოსამართლეებს, არამედ მანდატურებს. საქალაქო სასამართლოს მანდატურები პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობენ, როგორც მანდატურები ყვებიან, მათზე ყოფილი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა ამ დრომდე ხორციელდება. მანდატურების თქმით, მათ ქართული ოცნების აქციაზე წასვლას უგზავნდნენ, წასვლის შემთხვევაში კი ემუქრებოდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. საქალაქო სასამართლოს მანდატურები ასევე აღნიშნავენ, რომ ხელმძღვანელობა მათ 27 სექტემბერს ნაციონალური მოძრაობის აქციაზე დასწრებას თხოვა, ის პირები კი, რომლებიც აქციას არ დაესწრნენ, არჩევნების დღეს დილის 7 საათზე დაიბარეს, რათა არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ. მანდატურებმა უკვე დაწერეს განცხადება საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის სახელზე. ისინი სასამართლოს მენეჯერის ვანო ზარდიაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. განცხადება შევიტანეთ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბატონ მამია ფაკაძის სახელზე და ვითხოვთ ამავე სასამართლოს მენეჯერის ბატონ ვანო ზარდიაშვილის გადადგომას. ვინაიდან მისი მხრიდან არის აგრესია ჩვენს მიმართ და იგი ახორციელებს ჩვენს მიმართ პირდაპირ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ახლა კი დაპირებული სიახლე. საოცარი რამ არის არქივები, განსაკუთრებით ბეჭდური მედიის. თუ სურვილის და საჭიროების შემთხვევაში შეძლებთ ინტერნეტის გასუფთავებას არასასურველი ინფორმაციისგან, ოფისებში, ოჯახებში, ბიბლიოთეკებში, ბოლოს და ბოლოს რედაქციებში აუცილებლად შემოინახება გაზეთის 1-2 ეგზემპლარი, სადაც გამაოგნებელ ინფორმაციას წააწყდებით. 2012 წლის 8 ნოემბრის გაზეთ ახალთაობაში დაიბეჭდა პუბლიკაცია სახელწოდებით ნაციონალები 1 ოქტომბრისთვის 6 საკანს ამზადებენ მასობრივი დაპატიმრებისთვის. მიაქციეთ ყურადღება, წერილი დაიბეჭდა ქართული ოცნების გამარჯვებიდან 36 დღეს. წერილში ვანო ზარდიაშვილის მიერ განთავისუფლებული მანდატურები თამარ სარალიძე, გიორგი უშვერიძე და ზურაბ ყუყუნაშვილი ყვებიან თუ რა საქმიანობას ახორციელებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფები თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში და როგორ მონაწილეობდა ამ უკანონობაში თავად ზარდიაშვილი. საქმე ეხება ადვოკატების ოთახებში და მოსამართლეების სამუშაო კაბინეტებში მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებას. სპეციალური საკნების მომზადებას, რომლებიც საჭირო გახდებოდა ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების შემთხვევაში განხორციელებული დაჭერების გამო. ინტერვიუში მანდატურები ვანო ზარდიაშვილის მიერ ჩატარებულ თათბირს იხსენებენ, რომელზეც სასამართლოს მენეჯერმა განაცხადა, რომ წელიწადსა თუ წელიწადნახევარში ისევ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში. მეტი თვალსაჩინოებისთვის გაგაცნობთ 2 ციტატას წერილიდან. ისინი 1 ოქტომბერს ელოდნენ გამარჯვებას. ამის დასტურია ის, რომ 2012 წლის 27 აგვისტოდან ჩვენთან დაიწყო მანდატურების სერიოზული ფიზიკური მომზადება. მოიყვანეს ინსტრუქტორები, რომლებიც ჩვენ გვამზადებდნენ ფიზიკურად, ასევე მოყვანილი ყავდათ ფსიქოლოგი, რომელიც ფსიქოლოგიურად გვამუშავებდა, რაც მანდატურის სამსახურს არანაირად არ სჭირდება. მანდატურების მომზადებას მოსამართლეებიც ხედავდნენ ფანჯრებიდან და ეს ყველასთვის იყო ცნობილი. როცა ვემზადებოდით, უშუალოდ ჩამოვიდნენ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამია ფაკაძე და მენეჯერი ბატონი ვანო ზარდიაშვილი, რომლებიც ჩვენს წვრთნას ესწრებოდნენ. ამუშავებდნენ ისეთ ილეთებს, რომლითაც ფაქტობრივად პიროვნების გაუნებელყოფა ერთი დარტყმით შეგვეძლო, რომელიც სიცოცხლისთვის საშიში იქნებოდა. დეპუტატებო, ქართული ოცნების ფრაქციის წევრებო, როგორ გრძნობთ თავს ერთ გუნდში ადამიანთან, რომელიც თქვენს და რაც უფრო მნიშვნელოვანია, თქვენი ამორჩევლის საცემად და დასარბევად მანდატურებს ავარჯიშებდა. აბა დროებით.